საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება. რატომ აირჩია მიქაუტაძემ ლიონი? რა სქემით ჩაატარა ნაპოლიმ პირველი შეხვედრა? რას ამბობს კანავარო და რომელი სპორტსმენები წარმოადგენენ საქართველოს ოლიმპიადაზე? ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ სასიამოვნო ამბით. საქართველოს ქალთა საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ჩვენ გოგოებს ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ და ასეც მოხდა. საქართველომ სტუმრად ლიეტუვა დაძაბულ ბრძოლაში 1-0 დაამარცხა. ყველაზე დაძაბული შეხვედრის მეორე ტაიმი იყო. საქართველო აშკარა უპირატესობას ფლობდა, თუმცა სასურველი შედეგის მიღება ვერ ხერხდებოდა. მაგრამ მასიურმა შეტევებმა შედეგი გამოიღო. 99 წუთზე თეონა ბაქრაძის მიერ მოპოვებული 11 მეტრიანი მაიკო ბებიამ ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ ირის ანტმანის გუნდმა C დივიზიონის პირველ ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ერთა ლიგის C დივიზიონიდან პლეი-ოფში 8 ნაკრები გავიდა. ისინი A-ლიგის ჯგუფის მესამე მეოთხე ადგილოსნებს შეხვდებიან. ვის შეხვდება კონკრეტულად საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ეს 19 ივლისს წილისყრის შემდეგ გაირკვევა. შეხვედრები კი ოქტომბრიდან დეკემბრამდე ჩატარდება. წარმატებები უსურვოთ გოგოებს და ვნახოთ გამარჯვების პირველი ემოციები. ახლა კი გიორგი მიქაუტაძე, რომლის ლიონში ოფიციალურ ტრანსფერამდე წესით მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქართველი უკვე ლიონშია, სავალდებულო პროცედურებს კი რამდენიმე საათში გაივლის. ამის შემდეგ კი ქართველი ლიონთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ცნობილია ტრანსფერის ღირებულებაც, მეცი 18 მილიონ ევროს მიიღებს. ასე რომ ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილია, თუ კიდევ რამე არ შეიცვალა. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მიქაუტაძე მონაკოს შეუთანხმდა, თუმცა მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა. გულშემატკივრის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ეტაპზე მონაკო უკეთესი გუნდია და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს. თუმცა არის სხვა ფაქტორები, რაც ქართველისთვის მნიშვნელოვანია. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ გიორგი ლიონში დაიბადა და ფეხბურთის თამაში სწორედ იქ დაიწყო. პირველი ნაბიჯები იქ გადადგა და თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ ერთ დღეს ლიონში კვლავ ითამაშებდა და ახლა ის ამ შანსს იყენებს. აქვე არ დაგვავიწყდეს აიაქსის მაგალითი, სადაც გიორგის კარიერას საფრთხე დაემუქრა. შესაბამისად, ვფიქრობ ქართველს იგივე შეცდომის დაშვება არ სურს და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საკმარისი სათამაშო დრო მიეცემა მის პოზიციაზე. ვნახოთ, ყველაფერი სულ რამდენიმე საათში უნდა გაირკვეს. მიქაუტაძისგან განსხვავებით კვლავ ბუნდოვანია გიორგი მამარდაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი. ამ ეტაპზე რაიმე ხელჩასაჭირი და საინტერესო ინფორმაცია არ ვრცელდება. გარდა იმისა, რომ ჩვენს ბიჭებს ყოველდღიურად სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას ის არის, რომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ნაპოლიმ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, სადაც სამოყვარულო კლუბს ანაუნეს 4-0 მოუგო. აღსანიშნავია ის, რომ კონტემ ნაპოლი 3-4-2-1 სქემით ათამაშა. იმ სქემით, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში თამაშობს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლიზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ისაუბრა. მის მოსმენამდე არ დაგეზაროს, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე ახლა. ნაპოლი კვარაცხელიას შეინარჩუნებს. გასულ სეზონში ხვიჩას თამაში დეტალურად შევისწავლე და ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ოსიმეს რაც შეეხება, ოსი ბურს ორჯერ ეხება, მესამეთი კი გოლი გააქვს. ის არაპროგნოზირებადია და გოლის გასატანად ლუკაკუზე ბევრად ნაკლები შანსი სჭირდება. რაც შეეხება კონტეს, მან იცის ფეხბურთელებს თავიანთი ადგილი როგორ მიუჩინოს და საშუალება ექნება საკუთარი თავი გუნდს მიუძღვნას. შეგახსენებთ, რომ სერიას ახალი სეზონი 17 აგვისტოს გაიხსნება. ნაპოლი თავის შეხვედრას 18 აგვისტოს გამართავს და ვერონას დაუპირისპირდება. დაველოდებით თუ არა ამ შეხვედრას ძველებული ინტერესით, ეს მალე უნდა გაირკვეს. ახლა გიგეტყვით, რომ პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა. 26 ივლისს საქართველოს საფრანგეთში 28 სპორტსმენით დაკომპლექტებული გუნდის წარსდგება. ქართული დელეგაციის გაცილების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ტრადიციულად ოლიმპიური ფიცი დადეს. თამაშების გახსნის ცერემონიალზე მედროშეები, როგორც წინა ოლიმპიადაზე, ამჯერადაც ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე
და 10 გზის ოლიმპიელი ტყვის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნებიან. ახლა კი ვნახოთ ჩვენი 28 სპორტსმენი და მათი ოლიმპიური ფიცი. ბატუძე ხტომა, ლუბა გოლოვინა. ერთდრომაული ჭიდაობა, რამაზ ზოიძე, ლაშა კობაძე, რობერტ კობლიაშვილი. თავისუფალი ჭიდაობა, გოდერძი ზებისაშვილი, ვლადიმერ გამხრელიძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი. კრივი, ლაშა გურული, გიორგი ხუშიტაშვილი, ძლეოსნობა ლიკა ხარჩილავა, უისროლა, ნინო სალუქვაძე, ფარიკაობა, სანდრო ბაზაძე, სანდრო არ იმყოფება საქართველოში და შემოგვიერთდება უკვე საფრანგეთში პარიჟი ოლიმპიურ თამაშებზე. სურვა, ანა ნიჟარაძე, ნოე ფანცხავა, ძალოსნობა, შოთა მიშველიძე, ირაკლი ჩხეიძე, ლაშა ტალახაძე, კარგია დაში, ძიუდო, გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შაბდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბეკაული, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი და ჩვენი გოგონები, ეთერ ლიბარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი. მოგესალმებით ყველას და ძალიან დიდი პატივია ოლიმპიური ფიცის წაკითხვა ჩემთვის. ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ სამართლიანი თამაშების სულისკვეთებით, ოლიმპიური ქარტიის წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნების პატივისცემითა და დაცვით. არ დავზოგავთ ენერგიას და ძალას, შესაძლებლობასა და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები, წარმატებით დავიცვათ ქართული სპორტის ღირსება და საერთაშორისო ავტორიტეტი. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს. მე კი შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოლიმპიადას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.